ჩვენ მუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ეს არის განათლების მიმართულება, ეს არის ძირითადი და მეორე ეს გახლავთ სოციალური მიმართულება, სადაც შედის სწორედ ის უფასო ადვოკატირება მთელი თბილისის მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ გაჭირვებულ თბილისელებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ექნება სამართლებრივი პრობლემა. რაში მდგომარეობს ჩვენი დახმარება? ეს გახლავთ როგორც ძალიან მარტივი კონსულტაციის გაწევა, ასევე წარმომადგენლობა სასამართლოში. მანამდე საერთოდ იურიდიული დოკუმენტების შედგენა მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან და ბაზისურ ცოდნას, რომელიც შეიძლება მოსახლეობას არ ჰქონდეს და თითოეულ ადამიანს, ამიტომ ჩვენი ადვოკატები, რომლებიც ამ სამსახურში არიან, ისინი ფაქტობრივად უწევენ ამ დახმარებას ძალიან კვალიფიციურად, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის უფასო. ეს ნიშნავს, რომ უფასო ადვოკატითაც შეუძლიათ პროცესებზე ისარგებლონ თქვენი მომსახურები? დიახ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩვენ უზრუნველყოფთ ადვოკატის მომსახურებას სასამართლოში. ეხლა, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი სამსახურის ძირითადი მიმართულება გახლავთ განათლების მიმართულება, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ყველა ამ სიკეთეს ჩვენ ვახორციელებთ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდა იურისტებს ჰქონდეთ პრაქტიკული ცოდნა. ანუ ჩვენთან ახალგაზრდები გადიან სავალდებულო პრაქტიკას, რომელიც მაგისტრატების სტუდენტებისთვის არის საჭირო. და ამის საფუძველზე ჩვენ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულებები, მემორანდუმები აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტთან. და ის სტუდენტები ჩვენთან გადიან პრაქტიკას. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა იურისტისთვის, რომელსაც უნდა პროფესიაში შესვლა და უნდა გახდეს მომავალში ადვოკატი, ის ცოცხლად გადის ამ პროცესებს. ანუ ჩვენი სამსახურში შესაძლებელია, რომ მან გაიაროს ეს პრაქტიკა სრულყოფილად. დაწყებული იურიდიული დოკუმენტების მომზადებით, რა თქმა უნდა, ბენეფიციარის მიღებით, მათი პრობლემების იდენტიფიცირებით და შემდგომ ნებისმიერი დახმარებით. ვინ არიან, ასე ვთქვათ, ამ სტუდენტების მენტორები, ვინც ეხმარებიან იმისთვის, რომ მოსახლეობას მოემსახურონ? ესენი მოქმედი ადვოკატები და იურისტები არიან? დიახ, ძალიან კარგი კითხვა, ალბათ ყველას დააინტერესებდა. ანუ ჩვენი სამსახურში არიან თანამშრომლები, რომელსაც ტრენერ ადვოკატი ქვია, ესენი არიან ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, რომლებიც მუდმივად გადიან განათლების კურსებს, ჯერეთი ჩვენთან არის ძალიან დიდი პრაქტიკა და შემდეგ ეს ყველაფერი მოწყვეტილი არ არის იმ ადვოკატთა ასოციაციას, ამიტომ ესენი არიან კვალიფიციურები, ესენი არიან ახალგაზრდები და ჩვენი ოფისები არის განლაგებული თბილისის ასე ვთქვათ ყველა გამგეობაში, ისე რომ ტერიტორიულად არის ძალიან ადვილი მოსაგნები და ასე ვთქვათ ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არის სახეზე. ჩვენ ვართ ცენტრალურ ოფისში მერიაშიც და აგრეთვე გამგეობებშიც. აი ეს ტრენერ ადვოკატები არიან მათი მენტორები, როგორც თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ისინი უწევენ ასე ვთქვათ მონიტორინგს და ზედამხედველობას სტუდენტს, ისინი არიან მის გვერდით, მაგრამ სტუდენტი დამოუკიდებლად მუშაობს ამ პროცესში. შეცდომის დაშვების ალბათობა ნულის ტოლია, იმიტომ რომ ეს სტუდენტები ამ საქმიანობაში ყოველ კომპონენტში იღებენ შეფასებას. ეს ყველაფერი არის შეფასებული, ეს მოწმდება, მონიტორინგი ტარდება და ასე შემდეგ. ვის შეუძლია მომსახურებით სარგებლობა? აუცილებელი არის თუ არა, რომ იყოს თბილისის მაცხოვრებელი, რაიმე კრიტერიუმები თუ არსებობს? ეს პროგრამა არის დაფინანსებული თბილისის მერიის მიერ, ამიტომ ჩვენ მომსახურებას უწევთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. თუმცა კონსულტაცია იურიდიული შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა ადამიანმა, ანუ ზეპირი კონსულტაცია და ისედაც მოსვლა შეუძლიათ და შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი ცხელი ხაზითაც. ნომერიც რომ გავაცნოთ. ეს არის მერიის ცხელი ხაზი, ეს არის 2227, ისე რომ მათ შეუძლიათ დარეკონ ამ ნომერზე და მესამე ღილაკით გადაერთვებიან ჩემ ადვოკატთან. ისე რომ ძალიან მარტივია.
თუ შეუძლია ერთ მოქალაქეს რამდენჯერმე ისარგებლოს ამ მომსახურებით, ხომ არ არის გარკვეული შეზღუდვა ამ მიმართულებით? შეზღუდვა არ გვაქვს არანაირი და ესეთი ძალიან კარგი და პრაქტიკული კითხვაა. ადამიანები, რომლებმაც იციან ჩვენი სამსახურის შესახებ, ძალიან ხშირად გვაკითხავენ. ძალიან ხშირად, იმიტომ რომ პრობლემები ძალიან ბევრია. იგივე სამართლებრივ ცნობიერებასთან დაკავშირებითაც არის და კიდევ რაც მთავარია, სამოქალაქო საქმეში კვალიფიციური და უფასო ადვოკატის მომსახურება ალბათ ხვდებით, რომ ძალიან ესეთი ფუფუნებაა და ამით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა.